ვიწყებთ. სალამი YouTube-ს. დიდი ალბათობით 90% იმიტომ შევხვდით ამ ვიდეოში, რომ სათაური იყო ძალიან დამაფიქრებელი და საინტერესო. რა თქმა უნდა, clickbait-ი არ არის და კი, რაც წაიკითხეთ, არის რეალობა. გადავწყვიტე, რომ გამოვიდე, ჩემი თავი გამოვცადო. ვფიქრობ, რომ ყველანაირად მაქვს შესაძლებლობა მის რომ ეს ჩემპიონატი მაქსიმალურად სერიოზული შედეგით გავიარო. კერძო დაზგულისხმობ. მისტერ ოლიმპიის ამატერები, ანუ მოყვარულები, რომელიც სტარტდება ესპანეთში 1 ივნისს. ალიკანტეზე. აქვს ჯუნიორ კატეგორია, ანუ 23 წლამდელები, სადაც მინდა რომ ცადო თავი და ეს ყველაფერი გადავიღო, გაჩვენოთ წინ 15 კვირა როგორ შევიცვლები და წესით არ უნდა იყოს ესეთი რამ, რაც დამაბრკოლებს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა არის გარშემო. არსებობს რისკები რაღაცეებში, მაგრამ გადავწყვეტე საბოლოოდ, ვემზადები და ამ რისკებს ყველაფერს ავიტან. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს. რა იქნება, როგორ იქნება, ყველაფერს გადავიღებ Instagram-ზეც, აქაც, TikTok-ზეც, ყველგან ადევნებ თვალს, ვიდეოებს დავდებ, როგორ ვემზადები, რა სჭამ, რანაირად ვარჩიებ, რატომ ვარჩიებ. ცალკე შეიძლება ჩატებს გავაკეთო, სადაც ყოველდღიურად გეტყვით რა არის გეგმა ამ ეტაპზე, რა ფაზაზე გადავდივართ და ასე შემდეგ. რაც თავარია, მომზადებაში ჩემი მენტორი იქნება ტატო ჯოკლიძე და ტატოსთან ერთად გადავიღებ ხოლმე ვიდეოებს, სხვა ბოდიბილდერებთან, ბიჭებთან და წესით კარგი სერიები უნდა გამოგვივიდეს. კი, ცოტა რაღაც ნერვიულობ, იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატია ვფიქრობ. თვითონ სახელიდან გამომდინარეთ, ძალიან ისესღეს მისტერ ოლიმპიის ამატერები. ჩვენგან ბევრი იყო გასული, ძალიან კარგი შედეგები გააკეთეს და იმედია მეც შევერთნები მათ რიცხვს. სხვა რა შემიძლია გითხრათ? ცოტა გავქრები ხოლმე, ცოტა გამოჩნდები, კი ვიცი, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი პრობლემა არის, რასაც ვცდილობ რომ შესაბამისად გავუმკლავდე და თქვენ მხარაჭერა ძალიან მჭირდება და გამხნევება. იმედია ისეთ ვიდეო შემოთავაზ, როგორც თქვენ გსურთ, გჭირდებათ და ამ რთულ გზას ერთად გავივლეთ. დანარჩენი საკითხები უკვე ნახოთ რა როგორ იქნება. ძალიან მადლობელი ვარ მართლა, იმით რომ ინტერესდებით ყოველთვის, როგორ ვარ, რა ხდება სხვა საკითხებში და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა იყო, როდესაც ვწყვეტი მომზადებას. და როგორც იქნა, ალბათ ის პასუხი მიიღეთ, რასაც ელოდით. რაც შეეხება ნატუალობას, ალბათ ოფიციალურად ხვდებით, რომ ესეთ ჩემპიონატზე უნდა გადავუსვა ხაზი და ვიცი, ასაცინშს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერთვის მზად ვარ. რადგან ვიწყებ, ყოველთვის ბოლომდე მივყვები ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ რომ უკვე დაიწყოთ თვალის დევნება ვიდეოებს, პოსტებს, საერთოდ ყველაფერს და იცოდეთ რომ თქვენი ერთი წარმატებაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ წარმატების დაწერაც წარმატებები კი ამას გულისხმობ. ანუ არ გიგონოთ რომ უბრალოდ სიტყვებია, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გულშემატკივრობა და ეს ყოველივე თუ რა ფორმაში, როგორ ფორმაში ვარ, ყველაფერს კითხულობ ხოლმე ყოველთვის, ეგ იცოდეთ. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და ახლა მომავალში ძალიან მალე პირველი ვიდეო დაიდება თუ როგორ ვარჩიებ და სხვა საკითხებში რას გავდივარ, როგორ გავდივარ. აბა თქვენიც.